ეს არც ბელორუსია და უკვე არც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს აბსოლუტურად ბესპრიძელი ქვეყანაში, კრიმინალები, მკვლელები გარეთ დადიან, 18 წლის ბავშვი მოკლეს მკვლელებმა, ვაგზლის მოედანზე შუახნის მამაკაც ყელი გამოჭრეს და ამასობაში ციხეში უშვებენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ პატრიოტ ადამიანებს. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის და ვინმეს თუ გონია, რომ მასთან ჯერ არ მისულა უსამართლობა, აუცილებლად თქვენს კარზეც დააკაკუნებს. აუცილებლად მოვა თქვენთანაც უსამართლობა. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველამ ერთად გავიაზროთ, რომ ძალა ერთობაშია, ძალას დაუპირისპიროთ ძალა და ამ კვლელ, მარბიელ, მწამებელ რეჟიმთან ენის მოჩლექით საუბარი, ან თუნდაც მხოლოდ რაღაცნაირად აქცია პერფორმანსებით ფოს ვერ გავალთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მზად არის დაიჭიროს, ციხეში გაუშვას ქალბატონები, ციხეში გაუშვას პოლიტიკოსები, ციხეში გაუშვას რიგითი ადამიანები, შესაბამისად უნდა გვესმოდეს, რომ ბელარუსზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ და ეს არის კადიროვის ჩეჩნეთის მსგავსი ბანდებით და ასე ვთქვათ დაჯგუფებებით კრიმინალებით მართული ქვეყანა.